ამერიკაში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა ვიზებთან დაკავშირებით და გირჩევთ, რომ თუ აპირებთ წელს ამერიკაში გამგზავრებას განათლების მისაღებად, აუცილებლად დროულად დაიწყოთ და დროულად მიხედოთ ამ საკითხს. რა ხდება ამერიკაში? ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სადღაც 1000-ზე მეტ სტუდენტს შეუჩერეს ვიზა, სტუდენტური ვიზა და ეს ეხება ისეთ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ ჰარვარდში, იელში, კოლუმბიის უნივერსიტეტში, ტუფტში და სხვაგან. ანუ ძალიან მაღალი დონის უნივერსიტეტებში მყოფ სტუდენტებს შეუჩერეს ვიზები. მიზეზი იყო სხვადასხვა. ზოგიერთ საერთოდ არ აუხსნეს რატომ. ზოგიერთ შეუჩერეს იმიტომ, რომ თქვათ სიჩქარის გადასაჭარბების გამო ჰქონდა რაღაც დარღვევა. ზოგიერთ შეუჩერეს იმის გამო, რომ თქვათ პროჰამასური განცხადებებით გამოირჩეოდა თვითონ უნივერსიტეტშიც და სოციალურ მედიაშიც. იყო შემთხვევა, როდესაც წარმომავლობის მიხედვით შეუჩერეს და თქვათ სამხრეთ სუდანის მოქალაქეს სტუდენტ შეუჩერეს ვიზა, მხოლოდ იმის გამო, რომ სამხრეთ სუდანმა რეპატრიაციაზე თავის მოქალაქეებს უარი უთხრა. ასე რომ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა და დროულად გააგზავნეთ ვიზები. თუ დახმარება დაგჭირდეთ, რა თქმა უნდა, შემეხმიანეთ. წარმატებები.